2013 წლის საქართველო ყველას ახსოვს. ეს იყო არშემდგარი სახელმწიფო, საზოგადოება, რომელიც განვითარების პერსპექტივებს ვერ ხედავდა, იყო აბსოლუტური სტაგნაცია სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საზოგადოებაში აბსოლუტური უიმედობა სოფევდა. ამიტომ 2003 წელს ჩატარებულმა არჩევნებმა და საზოგადოების განწყობამ, საზოგადოების გადაწყვეტილებამ და ცვლილებებისადმი მზაობამ განაპირობა არჩევნების შედეგები, განაპირობა მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, გնդობის გამოცხადება და ეს რევოლუცია იყო, ასე ვთქვათ, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის საოცარი თანხვედრის, ასე ვთქვათ, მომენტი, როდესაც პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ზუსტად პასუხობდა იმ გამოწვევებს, იმ დაკვეთას, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა და ეს საზოგადოების გადაწყვეტილება აღასრულა იმ ფორმით, რა ფორმითაც ყველამ ჩვენ ვიხილეთ. ეს იყო არჩევნებში გამარჯვება, ეს იყო შემდგომ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების არაღიარება და გადაწერის მცდელობა და ისევ ხალხის გადაწყვეტილება, რომ აი მშვიდობიანი რევოლუციით მომხდარიყო და მომხდარიყო ცვლილებები და მომხდარიყო არა მარტო ხელისუფლების ცვლილება, არამედ ის ცვლილებები, რომელიც ამ რევოლუციის შემდეგ დაიწყო. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ან არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არავინ არ ფიქრობდა ნამდვილად რევოლუციაზე, ხელისუფლების ამგვარი სახით ცვლილებაზე. არჩევნების შედეგები ყველასათვის იმთავითვე ცნობილი იყო, პარალელური დათვლის მექანიზმებით და ამ შემდეგ, რომ პირველ ადგილზე იყო მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ოპოზიციური პარტიების ჯამი ქმნიდა იმ უმრავლესობას, რომელიც საშუალებას აძლევდა ოპოზიციას ხელისუფლება პარლამენტში და მთავრობაში მას დაეკომპლექტებინა. საზოგადოებრივი აღშფოთება და კონსოლიდაცია ზოგადად საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის განაპირობა იმ გაყალბების მასშტაბებმა, რომელთაც პრაქტიკულად მაშინდელმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ხელისუფლებამ შევარდნაძის მეთაურობით მოისურვეს გადაეწერათ არჩევნების შედეგები. ეს იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც საზოგადოების მოთმინება ბოლომდე მიიყვანა და შესაბამისად უზრუნველყო საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია, გაერთიანება, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება საერთო მიზნისკენ, რომ სწორედ გამოსულიყო ხალხი ქუჩაში, დაეცვა თავისი არჩევანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, პარლამენტის პირველი შეკრება იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც წარმოდგენილი ჰქონდა ხელისუფლებას, ანუ გაყალბებული პარლამენტის შემადგენლობით, იყო ის წვეთი, რამაც უკვე საბოლოოდ მისცა ბიძგი ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღებას და იმ მოვლენებს, რომელიც შემდგომ განვითარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა და შემდგომმა განვითარებულმა მოვლენებმა, ეს იყო საქართველოს და ქართული ხალხის დაახლოება ევროპული ოჯახისადმი, ევროპული ღირებულებების მიმართ. დღეს რო საუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო მიმოსვლაზე, საუბარი არის ევროკავშირის წევრობაზე, მოლაპარაკების დაწყებაზე, ეს არ მოხდებოდა თუ არა 2003-2009 წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმების შედეგად, ვარდების რევოლუციის შედეგად, იმ გადაწყვეტილებების შედეგად, რომელიც მიღებული იქნა იმ დროს, იმავდროულად მოხდა პრაქტიკულად სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბება, სახელმწიფო ინსტიტუციების, სახელმწიფოს მოდერნიზება. დღეს ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, დღეს ვსაუბრობთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფო რეფორმებზე, ინსტიტუციებზე, ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე. ყველაფერი ის, რითაც საქართველოს მოაქვს დღეს თავი საერთაშორისო ასპარეზზე, პრაქტიკულად ყველაფერი დაწყებული არის ამ 2003-2012 წლების განმავლობაში, ამ რეფორმების შედეგი არის. სამწუხარო არის, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში არსებითად არაფერი ცვლილება არ განხორციელება, არაფერი არ დამატებულა იმას, რაც იმ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში შეიქმნა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი მაშინ ჩაეყარა და დღეს უკვე სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფო რომ აი ამ სახით გამოიყურება, როგორც არის, სწორედ ვარდების რევოლუციის დამსახურება იყო.